იმყოფებიან ისეთ საინტერესო ილუზიაში, როცა ჰგონიათ, რომ მოგებულ პოზიციაში არიან. ფიქრობენ, რომ მაგის გაკეთებით ის ჩემთან დარჩება. ერთნი ესე ფიქრობენ, მეორენი ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ ეს კავშირი. რომ თითქოს ყველა მათ წინააღმდეგაა, რომ თითქოს ბედი არა აქვთ. შეიძლება ეს ისტორია თქვენც გეხებათ. და ესე ამბობთ, მე ვიცი, რომ ეს ჩემი ადამიანია, ჩემი ბედია, უბრალოდ ცოტა უნდა დავიცადო, უბრალოდ სიტუაცია ასეთი და საბოლოოდ ერთად იქნებით. და რა მნიშვნელობა აქვს ერთად იქნებით თუ არ იქნებით, უკვე დათანხმდით ამ ურთიერთობაზე. ცოლიან კაცს, ქმრიან ქალს, ელოდებით. რას ელოდებით, ვის ელოდებით? იმის გარდა, რომ თქვენ დროს კარგავთ, ზევით ავღნიშნე, რომ თქვენ ენერგიასაც კარგავთ. შედეგი რა არის? შედეგი ყველასთვის დადგება. სამივესთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააკეთა ორგანიზაცია, ვინ ითმენდა, ვინ ცდილობდა დანგრევას. სამივე ენერგიის უზარმაზარ რესურსს კარგავს. იწყებთ ავადმყოფობას. პრობლემები კანთან, თმები გცვივად, იმატებთ, ხდებით. უფრო მახინჯი ხდებით. და აღარ იქნება საპირისპირო სქესისგან ყურადღება, არანაირი სერიოზული ურთიერთობის შემოთავაზება. გასართობად კი. რა სერიოზულ ურთიერთობაზეა საუბარი, როცა ენერგეტიკულად დაკავებული ხართ, თან ორი პერსონაჟით. გესმით, ხო? შემდეგი, სიღარიბე. ანუ ეს სამი ადამიანი, რომლებიც ნებით თანახმა არიან ამ ურთიერთობაზე, იქ ფინანსური არხი მოიკოჭლებს. იწყება ფულის კარგვა ნელ-ნელა და არ მოგემატებათ. ვერც კი იფიქრებთ, რომ დაკავებულ ადამიანთან ურთიერთობა ასე მოქმედებს, იმიტომ რომ არ იცით, სექსუალური ენერგია პირდაპირ კავშირშია ფულის არხთან. და თუ ქალს გემრიელი რესურსული ენერგია აქვს, მით უმეტეს მისი ჭამა, რა თქმა უნდა, გემრიელია. გამომდინარე სიშტერიდან, რაც პლანეტა დედამიწაზე დეგრადირებს, გასაგებია, რომ არ უნდა დაფიქრება და გაგება. ანუ არც ფიქრობენ, ანუ რისთვის, რატომ მიდის ჩემი ცხოვრება ასე, რა მიზეზით. პირობითად ავიღოთ 5 წელი სიტუაცია არ იცვლება და ამ დროს ენერგია იხარჯება. არ აქვს მნიშვნელობა შენ რომელი მხრიდან ხარ ამ სამიდან. გახსოვდეს, რომ სამივე ცვლის ენერგიას ერთმანეთში. ეს ხუმრობა და გართობა გონიათ. სექსი რომ გინდათ, ძალიან გიზიდავთ. აკრძალული ხილი ტკბილია. ეს აკრძალული ხილი ტკბილი რატოა, ეგ საერთოდ ვერ გავიგებ, მაგრამ არ აუშავს. ანუ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც სპეციალურად იყვარებენ, ასე ვთქვათ, დაოჯახებულ ადამიანებს. ეშმაკი დეტალებშია. ტყუილ არ გიზიდავთ ეს მდგომარეობა. ეს კონტრაქტია სამ ადამიანს შორის. ეზოთერული თვალსაზრისით ეს კონტრაქტია სამ ადამიანს შორის. არის მოლაპარაკებები და არის კონტრაქტები. როცა კონტრაქტია, ეს ბნელი ისტორია, სატანური ისტორია, სამკუთხედები სატანური კავშირია. შეგჭამენ, გამოგწოვენ, კარგად. მაგ თქვენი სექსუალური სიამოვნებისთვის. თქვენ გადაიხდით ძალიან ძვირს. ამიტომ იფიქრეთ. კიდევ რა შედეგია? შეზღუდვები. ძალიან გავრცელებულია. ადამიანი დგას ერთ ადგილას, ვერ იზვრის, სულ წრეზე ტრიალებს, მის სამსახური ბიზნესი, არაფერი ახალი არ ხდება მის ცხოვრებაში, გეგმავს, მაგრამ შედეგი არ აქვს. და ხშირად ზევიდან მოდის ამის დაშვება ამ მდგომარეობის, რომ დაფიქრდეს ადამიანი ცოტათი მაინც რა ხდება, რა მჭირს. ესეც არის ხოლმე, რომ ადამიანი ხდება ავიაკატასტროფაში, ეგ უკვე სერიოზული გაფრთხილება ადამიანის, რომ დროა გამოფხიზდე. შენ არ მოძრაობს სწორი გზით. არის სერიოზული ქირურგიული ჩარევები ასევე. კიდევ იშვიათად, თუმცა არის, რომ ფატალურად თავდება ყველაფერი. თუმცა ადამიანს დრო ყოველთვის ეძლევა იმისთვის, რომ გამოთავისუფლდეს
და დაფიქრდეს, გამოთავისუფლდეს ამ ბორკილებისგან. თუ შეძლებს გამოსვლას, აღსდგება ნელ-ნელა და გააგრძელებს ცხოვრებას. თუ არ ისმის ადამიანს, არაფერი უკიდურეს შემთხვევაში გაჰყავთ და წავა ადამიანი სანსარას წრეზე. და როცა გგონიათ, რომ საინტერესოა მაცდურია არათავისუფალ ადამიანთან აწყო ურთიერთობა, ამ მომენტში თქვენ წამოეგეთ ანკესზე. და არის ასეთი შეკითხვები, როგორ მოქმედებს ეს ბავშვებზე. თუ გყავთ ბავშვები, ანუ რომელიმე ამ პერსონაჟს თუ ყავს შვილი, ბავშვებიც იწყებენ ავადმყოფობას, ისინი გრძნობენ და ყველაზე მეტად ბავშვები გრძნობენ და წარმოიდგინეთ, რამდენად დეგრადირებული შისტერი ადამიანში და ვერ გაგება, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ბავშვები გრძნობენ. და როცა გყავთ პარტნიორი, ბავშვი და გვერდზე კიდე საყვარელი და ფიქრობთ, რომ არავინ არაფერი არ იცის და ყველა სულელია და ყველა იდიოტია. ჩვეულებრივი მახეა, ეშმაკს თავისი ანკესი აქვს ყველასთვის და თუ იცის, რომ სიყვარულის ფორმატიდან მოგიდგება, ის ამას იზამს ამ მხრივ. თუმცა არის ბევრი ადამიანი, ვინც ვითარდება და აღარ ცხოვრობს სამდე გამოშტერებულ განზომილებაში და ესმით მეტი. ხშირად გაკვეთილების სახით გადიან ამ გამოცდილებას. არის ასეთებიც, კაცს ყავს საყვარელი და ცოლი მისი. ან ის სტაბილური პარტნიორი, ვინც ყავს, ის ფიქრობს, მე რა არ შემიძლია? აი მანდ იქნება ოთხკუთხედი და მანდ ხდება მერე სუპერ. ძალიან კარგად ერთობიან შმაკები. იქ ისეთი კარმული ისტორია იკვეთება, იქიდან გამოსვლა და მაგის გახსნა იქნება ძალიან რთული და შედეგებით შესაბამისად მძიმე. გაიგეთ და ჩაიდეთ თავში, რომ როცა მოდის ცოლიანი, ან ქმრიანი, უბრალოდ სტოპ. არანაირი მიმოწერა, არანაირი სასიყვარულო ფორმატი. თუ არ არის თავისუფალი და თუ შედიხარ ადამიანთან ურთიერთობაში და გებულობ, რომ არ არის თავისუფალი და ვინმე ჰყავს, იქვე ნახვამდის წითელი მარკერით დაიწერეთ შუბლზე. უნდა გარბოდეთ უბრალოდ. ვერც კი თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისე ჩაგითრევთ ეს სიტუაცია. როგორ არ შეგვიყვარდეს დაკავებული ადამიანი, როგორ არ შევიდეთ ურთიერთობაში. პირველ რიგში ინფანტილურობა მოიშორეთ. მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და თქვენი ეგო მიაწნარეთ, რომ თქვენ ისეთი მაგარი პერსონაჟი ხართ, ვის გამოც შეიძლება განქორწინება. მოიშორეთ ეს ყველაფერი. ანუ რას ფიქრობთ? როდესაც შედიხართ ამ ურთიერთობაში, იმედი გაქვთ, იქნებ რამე გამოვიდეს. ეს იმედი კიდევ ცალკე თემაა მსხვერპლის როლისკენ, რომ იყავს ადამიანი. და კიდევ თქვენ გამოძრავებთ სექსუალური ტოლვა, გონება გებნიდებათ და ეგოს აძლევთ ფიქრის საშუალებას, რომ რაღაც გამოვა. ეს უაზრობა ძალიან მსუბუქი, რბილად რომ თქვა მიდგომა. როცა არ იხედება წინ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ნაბიჯებს და არსემს პატივს სხვა ადამიანის გრძნობებს, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. უნდა გაიქცე იმ ურთიერთობიდან, სადაც არის მესამე ადამიანი. რა უნდა ქნათ, თუ უკვე ხართ ურთიერთობაში და გიყვართ ცოლიანი, გიყვართ ქმრიანი. როგორ გამოხვიდეთ? უნდა დატოვოთ ის ორი ადამიანი, სანამ არ გააკეთებენ არჩევანს და არ დაიშლება ის კავშირი, სანამ ის კავშირი რამენაირად არ დაიშლება, ამ ურთიერთობაში შესვლა არ შეიძლება. რა უნდა ქნათ, როცა თქვენს ქმარს, ცოლს ყავს საყვარელი? კიდევ ერთხელ, როცა ორის ურთიერთობაში შემოდის მესამე, ის ტყუილა არ შემოდის. ეს უკვე ნიშანია, ძალიან დიდი ნიშანი, რომ უნდა დამთავრდეს ეს ურთიერთობა. განიშნებს სივრცე, რომ ეს ურთიერთობა დასასრულებელია. რამდენადაც გინდათ დაიმშვიდეთ თავი და როგორც გინდათ, რომ სიყვარული აქ ცნობებია, კიდევ რაღაც გაკავშირეთ,
იფხანეთ ეგო, რამდენიც გინდათ, იცოდეთ, არავინ არ გამოვა ასეთი ურთიერთობებიდან სუფთა, უბრალოდ არ არსებობს. ესეთი ფიქრიც კი მახეა და მაგარ ილუზიებში იმყოფებით და არ წამოეგოთ იმაზე, რომ ერთხელ იკაიფებთ და მორჩა, მხოლოდ ერთი ღამე და მორჩა. თქვენ არ შედიხართ ვითომ სერიოზულ ურთიერთობაში, ერთხელ იკაიფებთ და რა მოხდა? არა, ასე არ იქნება. ყველაფერი ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი მეხსიერება, ყველაფერს აქვს თავისი გადასახადი. სუსტად იმდენი ან მეტი, რამდენიც თქვენ გააკეთეთ. რევოლუცია, ხო? სექსუალური. კი, მაგარი მახეა. ძალიან დიდი მახე, როგორ გძინავთ ხალხო, როგორ გძინავთ. სადაც ზიხართ, წევხარ, სადაც რას არ უნდა აკეთებდეთ, დივანის საწოლი, მაგი და სკამი და ასე შემდეგ, ყველაფერს აქვს მეხსიერება და ეს ყველაფერი სივრცეში რჩება. ამიტომ მიყავით უფრო გააზრებულები. სამკუთხედები ეს საშინელებაა, რაც გინდათ მოიგონეთ თავის გასამართლებად, რაც მეტ ხანს ხართ ასეთ ურთიერთობაში, მით მეტად გექნებათ გადასახდელი. სამ ადამიანში ბედნიერება არ იქნება. ბნელი შეშჭამთ თქვენს ენერგიას 24/7-ზე. ყველაფერს, ფულს, ჯანმრთელობას, სილამაზეს, ახალგაზრდობას, ყველაფერს. ამით იკვებებიან ისინი. ამას თქვენ არავინ არ გეტყვით. ვის რა შეაწყობს? რო ადამიანს აუხსნას რა ხდება სინამდვილეში, ურჩევნიათ მოვიდნენ ჯადოებზე და ჯადოების მოხსნაში აკეთონ ფულები. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე არცად შემხვედრია ვინმე, ვინც ამ თემას ასე განიხილავდეს. და რა ვიცი, მინდა გთხოვოთ ამ ვიდეოზე, რომ გააზიაროთ, იქნება და ვის როგორ სჭირდება. და ძალიან დაეხმარება. მოკლედ დასკვნა. სამკუთხედი ყოველთვის კარმული, სატანური ისტორიაა, სადაც ყველას ექნება შედეგი არასასიამოვნო. კარმა დაეწევა ყველას. მადლობა ყურადღებისთვის.